თუ ვინმეს გონია რომ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება ირაკლი კობახიძის ფრთამეთქი, მაგრამ პრინციპში ის ერთადერთი ფრთა არის, ვინც ფლობს ძალაუფლების კვერთხს, მყარად გრძნობს თავს, მყარად არის მომჯდარი იმ სავარძლებსა თუ სკამებზე, რომლებზეც არის მომჯდარი, ის ვინმე, ვინც ამას ფიქრობს, მწარედ ცდება რეალურად ქართული ოცნება შიგნიდან სერიოზულად ყანყალებს რიჟვაძის ამბავიც ამის ნათელი თვალსაჩინოება, მიუხედავად იმისა, რომ რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას და ეს ჩანს მართლაც იყო თვითმკვლელობის მცდელობა, რა მნიშვნელობა აქვს, სად გაისროლა, გულმკერდის არეში გაისროლა, ხო არ ვიცი, ხო გადარჩენის შანსი ბუნებრივია მეტი იყო თავში რო გაესროლა იმისაგან განსხვავებით, მაგრამ ესენი ყანყალებენ და რიჟვაძის შემთხვევა არის ერთ-ერთი თვალსაჩინოება, რა თქვა რაქნა რიჟვაძემ, ხო? რიჟვაძემ პრინციპში თქვა, რა გამოიტანა ამბავი, რომ შიგნით დიდი არეულობებია, მას აბრალებენ და რეალურად არც არავინ არ აბრალებდა, ესეც იყო, მას აბრალებენ რაღაცა ნარკო ფარველობას, ხო, ნარკო კარტელების ფარველობას, რაღაც კორუფციულ სქემებს და ასე შემდეგ და ნოდარ მელაძისაკენ კი არ გაიშვირა ხელი ან რომელიმე სხვა ჟურნალისტისაკენ, დავით კაშიაშვილისაკენ, ხო? ან ვინმესკენ, ვინც აბრალებდა კი არა, ვინც ამბობდა ამას. არამედ სახელების დაუსახელებლად პრინციპში გაიშვირა ხელი სახელმწიფო ვერტიკალის წარმომადგენლებისაკენ, ის რომ რიჟვაძეს ეხლა არა აქვს ამ წამს ლაპარაკის შესაძლებლობა, ხო, ის მკურნალობს, ის უნდა გამოჯამრთელდეს, ის სიკვდილს ებრძვის და ასე შემდეგ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოპონენტი თუ ვიზავი თუ მისი მიერ ამოჩემებული და დადანაშაულებული პირი არ არის ქართული ოცნების ხელისუფლების ვერტიკალის რომელიმე წარმომადგენელი, ბარემ ვიტყვი, რომ ქართული ოცნება ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით ძალიან ცდილობს, რომ რიჟვაძე არ ალაპარაკდეს გამოჯამრთელების შემდეგ, ამიტომ უკლებლივ ყველაფერს იზამენ თურქეთში ჩააკითხავენ შესაძლებლობისთანავე, ანუ რიჟვაძე როგორც კი რაღაც ჩვეულებრივ პალატაში მოხვდება რეანიმაციიდან და დაიწყებენ მის უკაცრავად მისთვის და დაკერვას და ღმერთმა უწყის, რას არ შესთავაზებენ, ოღონდაც კი მან იყუჩოს და არ ისაუბროს იმ კონკრეტულ ამბავზე, რაც მოხდა საგარეჯოში და საერთოდ იმაზე, რის სითქმაც უნდოდა რიჟვაძეს და რაც ჰქმნა არის გამოც ეს ყველაფერი ჰქმნა, ანუ თვითმკვლელობა სადა და ეს კვლავ ვიმეორებ, ჩანს იყო თვითმკვლელობის მცდელობა. ქართული ოცნება ყანყალებს შიგნიდან და ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ კობახიძე მოაჯდა და ახლა რაღაც კორუფციულ სქემებზე, მათ შორის შიდა კორუფციულ სქემებზე ლაპარაკობენ, მამუკა მდინარაძე გვიანონსებს, რომ რაღაც 5 წელიწადში თუ 7 წელიწადში თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს იქნება კორუფციისაგან თავისუფალი ქვეყანა და პირველ სამეულში იქნება მსოფლიოში და ასე შემდეგ, ხო, კორუფცია, რომელიც ჰქონდა, რომელიც იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, აღმოფხრილი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა კლანები არ ჩაანაცვლებენ ირაკლი ღარიბაშვილის კლანს თუ სხვების კლანს და ისინი არ მოაჯდებიან იმ საბიუჯეტო სახსნებს, მდინარაძეები, ასე ვიტყვი, კობახიძის კლანი, ასე ვიტყვი, ბანდიტები ცხადია, ვინც დაალაგებს მათთან, ხო დაალაგებს, აი ღარიბაშვილის სასტავიდან, რიჟვაძის სასტავიდან, ვინც ვერ დაალაგებს, ისინი ჩანაცვლდებიან, ხო და ქართული ოცნება ყანყალებს მეთქი, როცა ვამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ხელთარსებული ინფორმაციითაც ასეა, მაგრამ რომც არ მქონდეს ინფორმაცია ანალიზის ამას ადასტურებს, რომ ეს განთავისუფლებულები, რომლებზეც შემომწყრალია ბიძინა ივანიშვილი, ანუ მაგალითად ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, არ ვიცი, გომელაური, ქარსელაძე, ვიღაცები და რიჟვაძეს მამ ჯგუფში იყო, ამ კამანდაში იყო, ისინი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიწვენას, რომ ის, რასაც აკეთებს მათ წინააღმდეგ ირაკლი კობახიძე, ასე სულაც არ ყოფილა და ირაკლი კობახიძე არანაკლები ვიგინდარა, ვიდრე ისინი იყვნენ თავად და თუ ისინი იყვნენ ვიგინდარები, ირაკლი კობახიძეს ვიგინდარაა და შესაბამისად ერთმა ვიგინდარამ რო გაიმარჯვა მეორე ვიგინდარებზე, სხვა ვიგინდარებზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ვიგინდარა გამარჯვებული კარგია და ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან ან ცდილობენ უთხრან, რომ ისიც რა არის, ესე არ არის. გარდა ამისა, ეხლა ამათ ქვეშ, აი ღარიბაშვილის, მაგალითად ილუაშვილის, ხო, ვიღაცეების ქვეშ იყვნენ, მთელი სქემა იყო, მთელი კორუფციული სისტემა ვერტიკალი იყო და ყველა თავისას
თქმლებდა, ასე ვიტყვი, ყველას თავისი ნაჭერი ჰქონდა, ხო, რაღაც ტორტიდან და ასე შემდეგ და ამ სქემებსაც ანგრევს თავად ბანდიტი ირაკლი კობახიძე და ეს საშუალო და ქვედარგოლის ტიპები ბუნებრივი ან ცდილობენ რომ დაალაგონ კობახიძესთან და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც იქნება, არა იმიტომ რომ კობახიძე პატიოსანი კაცია, არამედ იმიტომ რომ თავისი ხალხი ყავს ჩასასმელი ამ ვერტიკალში ამ სქემებში და სულაც არ უნდა ღარიბაშვილის გადმონაშთების პატრონობა და მათთან ძმაკაცობა, მეგობრობა, საქმიანი ურთიერთობები, ხო? და ან ცდილობენ რომ დაალაგონ, ან ცდილობენ რომ აუხდნენ და თქვან რომ ისიც არის, აი აქ ჩვენ აქედან თქვლებდით, ჩვენ გქონდა ეს ტორტის ნაჭერი და რა უფლებით წაგვართვი შენც ასევე სიტყვაი ხმარე ვიგინდა რა თუ სალახანა ალბათ სწორი სიტყვა არ არის. მოგეთ ეს ამბები რასაკვირველია ააფეთქებს ადრე იქნება თუ გვიან ქართულ ოცნებას და გაცილებით მძიმე დააფეთქებს დაენარცხება მეთქი ასე ვიტყვი და ეხლა ისმის კითხვა როდის მოხდება ეს ყველაფერი ანუ ბევრი ჩვენგანი კითხულობს აი როდის დასრულდება ქართული ოცნება რომელიც ყანყალებს აკითხავთ. ეხლა ბევრი ვერსია არსებობს ამასთან დაკავშირებით მე მაინც მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად გადაწყვეტილებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე მიიღებს მალე მაგრამ ჩანიშნავს მაისისთვის აი მომავალი წლის მაისისთვის ანუ დაახლოებით 11 თვეში ხო 10 თვეში. იმიტომ რომ ამ კრიზისებს ბიძინა ივანიშვილი ვერ გადააგორებს სხვა კრიზისებიც ელის ამაზე ვილაპარაკოთ და მოგვიანებით ვერ გადააგორებს ბიძინა ივანიშვილი და არჩევნებს ჩანიშნავს იმიტომ რომ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ეს იქნება მაგრამ საქმეს ის არის რომ როგორ ჩანიშნავს არჩევნებს უბრალოდ არჩევნებს რომ ჩანიშნავს თავად ქართული ოცნების ბანდა აქ ორი ვარიანტია მომავალი წლის მაისი ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება აი კობახიძის ოცნების ხო ესე დავარქვათ ერთ წამს მონაწილეობს თუ არა არჩევნებში შეიძლება ისეთი კარტიც გათამაშდეს ისეთი თამაშიც წავიდეს რომ ქართულ ოცნება ბანდას კობახიძისა სულაც არ მისცენ საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატაროს რეგისტრაცია არ მისცეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს ერთი ბიძინამ გადაწყვიტოს და კალანდარიშვილი რასაც იტყვის იმას იზამს ეს ერთი მეორე შეიძლება ქართულმა ოცნებამ თავად არ გააკეთოს განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ანუ ჩამოიშალოს, დაინგრეს, აღარ არსებობდეს. ხო, თითქოს არარეალურს ვამბობ და არარეალისტურს, მაგრამ ისეთი ყანყალია შიგნით და ისე აუფეთქდება რომელიმე ერთი ლილუაშვილი ან ხარება, ან ღარიბაშვილი, ისეთ საჯარო განცხადებას გააკეთებენ ისინი მაღალი ალბათობით წელსვე, ან მომავალი წლის დასაწყისში, ან როცა იქნება მაშინ, იმგვარს და დაადანაშაულებენ, თავს კი არ მოიკლავენ. დაადანაშაულებენ ესე ღიად დინარაზის იქნება თუ აპუაშვილს თუ უშუალოდ კობახიძეს რაღაც კორუფციულ სქემებსა თუ რაღაცეების მფარველობაში მოკლედ ბანდიტურ საქმიანობაში რომ ეს ყველაფერი ბრახ დააფეთქდება იმიტომ რომ საშუალო რგოლები ხო ღარიბაშვილისკენ არიან უფრო ან შეიძლება არ არიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში კობახიძე ვერ აყალიბებს თავის საშუალო დაბალგო თავის მომხრეებს იქ კალაძის ფაქტორია კალაძის კორუფციული სქემები მერია დიდი ამბებია დიდი აჯაფსანდალია და მოკლედ რომელიღაც ეტაპზე აფეთქდება მოკლედ ერთი ვარიანტია რომ ჩაინიშნოს არჩევნები და მიიღოს მონაწილეობა ქართულ ოცნებამ მომავალი წლის მაისში ასე მაგალითად მეორე ვარიანტია რომ არც მიიღოს მონაწილეობა ანუ საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდეს არც მიეცეს უფრო ზუსტი რო ვიყო და შესაბამისად ის 100% როგორღაც გადანაწილდება შესაბამისად არ ვიცი ლელო ძლიერი საქართველო მიიღებს მე არ მგონია რომ მაგდენი მიიღოს მაგრამ ერთ წამს ჩავთვალოთ 14% ხო ანუ 7 გამრავლებული 2-ზე რაც ქონდა წინა არჩევნებში გაყალბებულ არჩევნებში და ჩაუწერა სწორედ ხსენებულმა დაუწერა გიორგი კალანდარიშვილმა ანუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ქონდა თურუგვის პარკლებში ხო 9-ის პარკლებში შესაძლოა არ ვიცი ამ მნიშვნელობა აქვს მოკლედ არ ექნება უმეტეს რაღაც 15% 14%-ის და რაღაც არ ვიცი ლეიბორისტები მიიღებენ 4.5-ს ან გადალახავენ 5.5-ს აი ფედერალისტები მიიღებენ რაღაც 9.5-ს ან რაღაც 12.5 არ ვიცი მოკლედ ვიღაცა მიიღებს ნაკლებს ვიღაცა მაგრამ ეს ქართულ ოცნებაზე რა ხმებიც მიდიოდა უხეშად 40% 35 ის გადმონაწილდება ოპოზიციაზე იმიტომ რომ სახელისუფლო ან ხელისუფლებასთან აფილირებული პოლიტიკური ძალა არც იარსებებს მით უფრო თუ ბიძინა ივანიშვილი გავა პროცესიდან მეორე ვარიანტია ესე იგი ორი ვარიანტი კი არა მესამე ვარიანტი ორი ვარიანტი თქვით მესამე ვარიანტზე ვილაპარაკოთ ორი სიტყვა ვთქვათ რომ ქართული ოცნება აფეთქდეს წელსვე აი რაზეც ვილაპარაკე ღარიბაშვილი ასე მაგალითად გამოვიდეს პირობითად ოქტომბრის თვეში და თქვას რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა ეს ცუდი დაანგრია ეს ფარველია ამის პამუკამდინარაზე აპრავებს მედიას აფინანსებს რუხაძე და ასე შემდეგ და ეს ამით ჩამოშალოს
ქართული ოცნება. ამას ბიზინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ირაკლი ღარიბაშვილი ვერ გააკეთებს. მით უფრო ის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ერთგვარად გაწირულია, ხო, განდევნილია ბიზინა ივანიშვილის კარიდან მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ცნობილია, თავიდან ბოლომდე ყველა ფსონი დადო ამ ბანდიტ ირაკლი კობახიძეზე, ეიმედება რა მისი ბიზინა ივანიშვილმა დადო ირაკლი კობახიძეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალზე ბიზინა ივანიშვილი დავსებული და აღშფოთებული ირაკლი კობახიძის საშინელი ქმედებებით, რომელიც ცხადია ვიზიდებულია ბიზინა ივანიშვილის მიერ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ხო უნდა რომ იყოს პილატე, ანუ შეახოცოს ხელი ყველას და დაკლას რომელიღაც ეტაპზე პოლიტიკურ დაკლას გულისხმობ ირაკლი კობახიძე, ბიზინა ივანიშვილი შეაწმინდავს ხელს ირაკლი კობახიძეს და ღარიბაშვილი სწორედ მაშინ გამოვა ასპარეზზე და ან ლილვაშვილი ან კომელაური ან ვინმე და ან კალაძე, რომელსაც არ მინდა თქვა დღე-დღეზე მეთქი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ რასაკვირველია პრობლემები შეექმნება მრავალ მიზეზთა გამო, ობიექტურ მიზეზთა გამო და გარდა ამისა, კიდე იმის გამო, რომ კობახიძის ჯგუფი გადაკიდებულია მასზე. ხო, აქვე გამახსენდა, რომ ესენი ისეთი თავხედები არიან კობახიძის ჯგუფს გულისხმობ, რომ ესენი ცდილობენ ახლა ისრები გადმოიტანონ აქეთ და ასე მაგალითად რიჟვაზის ხსენებული თვითმკვლელობის მცდელობა და ეს იყო თვითმკვლელობა გადმოიტანონ და დააფრალონ ასე მაგალითად ჟურნალისტებს და ხო არ ვიცი ადამიანებს, რომლებიც თავის მხრივ ამბობდნენ რიჟვაძეზე, რომ ის იყო კორუმპირებული, ის იყო ბანდიტი, ის იყო რაღაც ნარკოკარტელების მფარველი, ნარკოხაზების მფარველი და ასე შემდეგ. არ გამოვა მეთქი, ასე შემიძლია ვთქვა, არ გამოვა, პიარულად არ გამოვა ამ ხელა სიმაღლეს ვერ ასწევენ მეთქი. ასე ვიტყვი, თუმცა რასაკვირველია, ტელეიმედი თუ რუსთავი 2 და რაღაცა სხვა არხები და ასე შემდეგ ამ ყველაფერს რასაკვირველია გააპიარებენ და შეიძლება რომელიმე ბიზნესმენს დაადორ ხელი ამკობდინერაძე პრინციპში ასეც დაგვიანონ ხო რომ აი ისინი აფინანსებდნენ ავით ნოდარ მელაძეს ხო რა მნიშვნელობა აქვს დავით კაშიაშვილს და აი ეუბნებოდნენ რომ მოდი ხა რიშვაძეზე გააკეთეს სიუჟეტი ცხადია ყველა სიუჟეტს კონდა და მასალას რომელიც მედიაში გამოჩნდა კონდა ობიექტური საფუძვლები და ისრების გადმოტანა მედიაზე და მედიისთვის გადმობრალება რასაკვირველია ან ბიზნესმენებისთვის გადაბრალება რასაკვირველია არ გამოუვა. ეხლა ისმის კითხვა კიდევ ერთი ვარიანტი, როდის აფეთქდება ეს ხო თქვი, მაგრამ მაინც გავიმეორებ, არის მანამდე ღარიბაშვილი გამოდის, ფეთქდება ქართული ოცნება და ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად იძულებულია თქვას, რომ კრიზისია და კრიზისთან გამოსავალი არის სწორედ არჩევნები, ისევ მაისზე მაქვს რაღაც გათვლა გაკეთებული, მაისს ვფიქრობ მე მაინც, მაგრამ შესაძლოა ოქტომბერშივე ღმერთმა უწყის ისეთი დინამიკით ვითარდება პროცესები. რა შეიძლება იყოს დამატებით ბიზინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების პოლიტიკიდან წასვლის მათ შორის გადაწყვეტილების მიღების ტრიგერი, საფუძველთა საფუძველი ხო რა და მე არ მგონია რომ სხვა რომელიმე საფუძვლიანი ესნებს სუყე მიზეზი გვაქვს ერთი მიზეზი გვექნება უფრო ზუსტი რო ვიყოთ ეს არის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა მინისტრების ხაზსუსვავ, არა ელჩების ხაზსუსვავ, არა კომისიის ხაზსუსვავ, არა ევროპარლამენტის, არამედ სწორედაც რომ ევროპის სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიჩერდება ამ ზნას ვიხმარ მაინც უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, უფრო სწორად შენგენის ქვეყნებთან და პლუს 4 სახელმწიფოსთან. როდის ცველით ამ ყველაფერს 31 აგვისტოს სამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას გაია კალასმა გამოუგზავნა წერილი რა უნდა გააკეთოს, ეს არის რუსული კანონის 24 წლის რუსული კანონის გაუქმება, ახალი ანგარიში იქნება ახალი შეფასება იქნება საქართველოსი ძალიან მალე, იქ უკვე ახალ შეფასებაში შევა ის ახალი кейსების სხვა რუსული კანონები, პოლიტიკური დევნა, ჟურნალისტების დევნა კიდევ უფრო კარგად და მსუყედ და ევროპული საბჭო, ანუ ლიდერები ევროკავშირის სახელმწიფოებისა იკრიბებიან ოქტომბერში შესაძლოა ნოემბერში და უფრო დეკემბერში. აი ამ პერიოდისთვის უნდა დაველოდოთ ჩვენ უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოსთვის, თუ ბიზინა ივანიშვილმა მანამდე არ გამოასწორა ვითარება. თუ არ გამოასწორა, დაახლოებით იმდენი ან ოდნავ მეტი მოქალაქე უნდა გამოვარდეს უკაცრავად ზღვისთვის. სადღაც დეკემბრისთვის ქუჩაში და არ მინდა სიტყვა დაამხოს მეთქი ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ისე უნდა შეეწინააღმდეგოს ქართულ ოცნებას, ქართულ რუსულ ოცნებას, ისეთი ფორმები უნდა არჩიოს, რომ ქართულმა ოცნებამ
კობახიძის ბანდამ ვერც დაშლა სცადოს და გაბედოს, თუ დაშლა გაბედას ცდიც და გაბედავს ვერც ვერაფერი ვერ გამოუვიდეს და მოკლედ ამ კრიზისის გამო ბიზნა ივანიშვილმა თქვას რომ დამარცხდა, დავმარცხდით და აი დროებითი მთავრობა ან არჩევნები მაისში, დროებითი მთავრობას ალბათ არ იტყვის უბრალოდ მე რაც მინდა ხანდახან იმას გავახმიანებ ხოლმე თქვენის ნებართვით, აი არჩევნები მაისში და ჩვენ აღარ ვმონაწილეობთ ამ ყველაფერში. მოკლედ ტრიგერი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, აი უვიზო რეჟიმის შეჩერება ჩვენთვის. ეს უვიზო რეჟიმის შეჩერება მარტო ირაკლი ტაბლიაშვილს არ ეხება, ამას წინათ კი ვთქვი რომ ჩემთვის იოლი იქნება ვიზის აღება ნებისმიერი ქვეყნის საკონსულოში მერქი მართლად ესეც არ არის საქმე საკონსულოები საკონსულოებში აღარ მუშაობს ის აღარ მოქმედებს ის დეპარტამენტები რომლებიც ვიზებს გასცემენ თან მაღალი ალბათობით მიაწყდება ხალხი ამა თუ იმ ქვეყნის საკონსულოს საელჩო საკონსულოს ის ინფრასტრუქტურულად და ტექნიკურ ტექნოლოგიურად აღარ არის გამართული ბევრს მოუწევს ერევანში ბევრს მოუწევს ანკარაში ჩასვლა და ბუნებრივი ამდენი მოქალაქე ვერც ერევანში ჩავა ვერც გერმანიის საკონსულოს მიაკითხავს და ვერც ანკარაში ჩავა და ასე შემდეგ მოკლედ გაჭედილია სისტემა გაიჭედება სისტემა ესე ვიტყვი და ესე იოლადაც ყოველ მეორეს არ ჩაურტყავენ ეხლა რომ მიდიხართ ბარსელონაში მივდივართ ბარსელონაში ხო ესე იოლად ბარსელონებში ვერ ვივლით ეხლა ვატო შაქარაშვილი რო ყავს ერთი ქსენოფობი ბანდიტი ირიბათ თავის მათკენ როა ამ ქართულ რუსულ ოცნებას ის ამბობს რომ 100,000 დიდი მოწამის ქვეყანა ვარ და გვიცხოვრია ჩვენ ვიზებით და ახლაც ვიცხოვრებთ როგორმე და ასე შემდეგ ხო გვიცხოვრია მაგრამ მე არა მაქვს სტატისტიკური მონაცემები მაგრამ აქვე ვიტყვი რომ ბერლინში იქნება თუ გერმანიის ნებისმიერ ქალაქში ვენაში იქნება თუ ავსტრიის სხვა ქალაქებში მადრიდში იქნება თუ ესპანეთის სხვა ქალაქებში ბარსელონა ვახსენე თუ ასე შემდეგ იქ ადამიანები დადიან არა მარტო სამოგზაუროდ არამედ დადიან სამკურნალოდაც მე არა მაქვს აქ იგითხარით სტატისტიკა რამდენი მოქალაქე გადის ყოველწლიურად სწორედ კურნალობისათვის ევროპულ სახელმწიფოებში მაგრამ რაოდენობა რომ პატარა არ არის ეს ვიცით დაახლოებით ჩემი ადრინდელი ინფორმაციით 10-12,000 აჭარბებს და 10-12,000 კაცი ვერ წავა სამკურნალოდ და აქ ონკო კლინიკები ასე მაგალითად სპეციალიზირებული ან სხვა კლინიკები ხო ვერ უვლიან პაციენტებს იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენიდან ჩანდაცვა ანუ ადამიანებს წირავს ქართული ოცნება სიკვდილისათვის პირდაპირ მნიშვნელობით და იმისათვის რომ ვატო შაქარაშვილმა გვიმტკიცოს ჩვენო თურმე 100,000 მოწამის თუ დიდი მოწამის თუ არ ვიცი რაღაც მითების ქვეყანა ვართ ჩვენში რომ დარჩეს და ეს მითებია დამკვიდრებული იმის თაობაზე რომ მაინც და მაინც 100,000 კაცი მოკვდა და არა 1257 თუ მოკვდა საერთოდ ვინმე არა მოკვდა მაგრამ მაინც ხო და რა ვიცი აი ეს ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მათ შორის აღმოჩნდებიან ქართული ოცნების მომხრეები ვისი შვილების და მე ვიცნობ რამდენიმე სამგვარს ვისი შვილების საჭიროებენ გარდაუვალ კურნალობას ან საქართველოში ან უცხოეთში ბუნებრივია ხა 2688 ლარი პირობითად რო გაქვს ხელფასი და შვილის ჯანმრთელობაზე მეტად ამ 2688 ლარის შენარჩუნებაზე რომ ფიქრობ ხო ეს უკვე გაჭედვაა და შენ ხარ მოღალატე შენივე შვილისა ასე ვიტყვი ამას ვამბობ ხიად და უფარავად და როცა შენ ხმასაც კი შენს პროტესტსაც კი შეეძლო შეეცვალა ქართული ოცნების ქმედება ზნეფერი არ ვიცი ქმედება ბიზინა ივანიშვილისა თუ შენს იქნები შენივე თანაგუნდელებთან ერთად თან შრომლებთან თუ მეგობრებთან ერთად და შენს გააპროტესტებ იმას რასაც ჩადის რასაც უკეთებს ქართული ოცნება ამ სახელმწიფოს ბუნებრივია რომ ადრე თუ გვიან შედეგი დადგება აბა ეგრე სად არის რომ ეხა არა ეგრე მოხდება მაგრამ უხეშად ჩვენ ვიომოთ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენ ვიყვიროთ რომ უვიზო რეჟიმი გჭირდება რასაკვირველია და ამ უვიზო რეჟიმით ცუდად გამომდის მაგრამ ისარგებლონ ადამიანებმა ოღონდ აღარ და ამისა მოგვიტრიალდეთ და გვითხრან რომ რას ჩხუბობდით თუ და მე კიდევ ქართულ ოცნებას მისცენ ხმა ნუ რა უბედურება არ არის არავის არ ვამადლი ხა რასაკვირველია ჩემს რაღაც 3 პოსტს და 5 ვიდეოს ან პროტესტის ხმას გადაჭიმულ წლებზე მაგრამ მაინც და ამის ხმა მაინც აუცილებელი იყო ეხლა კიდევ რა არის თქმა შეიძლება უვიზო რეჟიმის ჩამორთმევა სხვა სიტყვას არ ვიხმარ შეიძლება იყოს ტრიგერი მომავალი წლის მიმდინარე წლის დეკემბერში როგორც გასული წლის დეკემბერში გამოუვარდით ქუჩაში ესე უნდა გამოუვარდეთ ეს შეიძლება იყოს ტრიგერი მეთქი ამის თქმას ვცდილობ ამასობაში ღარიბაშვილი გამოდის არტყავს კობახიძე სკალაძე მათ ქმედებებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ და ვერც ვერაფერს ვერ უკარნახებს უნდა ჩვენ უბრალოდ ვამხილოთ ყოველდღიურ რეჟიმში ბანდა ქართული ოცნება და პრინციპში აი ამის ეს არის ისიც თქმაც მინდოდა ამ 20 წუთიან დაახლოებით ვიდეოში
მამე ხო არ რჩება ამასობაში ხო ალბათ რჩება ერთი დეტალი ისეთი დინამიკით ვითარდება მსოფლიოში პროცესები რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება შეიძლება დააჩქაროს მსოფლიოში ქართული ოცნების არა უკაცრავად საქართველოში პროცესების შეცვლა შეიძლება დააჩქაროს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმაც უკრაინის კონტექსტში და არა მხოლოდ კიდევ ერთი საკითხი ეს არის სანქციების საკითხი მეგობარი აქტი სამწუხაროდ მაღალი ალბათობით გადაიწევს მისი მიღება სენატის კონგრესში ზედაპალატაში გადაიწევს მომავალი სუმეშლება მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრამდე მაგრამ მიღებული იქნება აუცილებლად ამასობაში განსაკუთრებით თქივა ქართულ ოცნებას სანქციები ბრიტანეთიდან დაგვიანონს ეს კიდეც არ მახსოვს როგორც იმ დეპუტატად წოდებულ ბანდიტს რა ქვია გითხრა ამგვარი რამ რომ თუ სანქციები იქნება ბრიტანეთიდან ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთო მე Facebook-ზე ვიხუმრე არავინ ინფორმაცია ამის თაობაზე არ მაქვს მაგრამ ესენი ისე გაგიჟდნენ რომ შეიძლება უსებ გამოვიდეს ფიზინა ივანიშვილი არა მამუკა მდინარაძე ან შალო პაპუაშვილი და თქვას რომ პრინცესა დაიანა 1997 წელს პარიზში ავტოავარიაში რომ დაიღუპა დოდი ალფაეთთან ერთად პაპარაცები რომ ისდევდნენ გვირაბით უგახსოვთ რაღაც ავტოავარია საშინელი კადრები მაშინ არ იყო Facebook-ი თორე უფრო კარგი კადრები გვექნებოდა უფრო საინტერესო კადრები გვექნებოდა ისტორიული კადრები და ესე თუმცა ახალს მოიზებნება რა საკვირველია ხო ეხლაც მოიზებნება რა ეხლაც არსებობს იმაღაც დალეწილი მანქანის კადრები პარიზის გვირაბიდან 97 წელია მოკლედ ესენი ამათ შეიძლება თქვან რომ პრინცესა დაიანა მოკლა პრინცმა ჩარლზ იმხანად პრინცმა ჩარლზმა და მე მყავს ერთი მეგობარი რომელიც იმხანად 90-იან წლებში მეუბნებოდა რომ შენ მოკალი ლედი დიო და მე რა მოკალი მეთქი ეკითხებოდი და იმიტომ რომ შენ და შენისთან იმიზდებდნენ ეს პაპარაცებიო იმ ლედი დისო და შეიძლება ბაბუაშვილმა თქვას ხუმრობ რა საკვირველია რა ამათგან მოულოდნელი არაფერი არ იქნება რომ ჟურნალისტები რომლებიც მიზნევდნენ დოდი ალფაედის მანქანას სადაც მსხვილი იყო ნასვამ მდგომარეობაში ასე მახსოვს და ეს დაადგინა გამოძიება რამდენიმეჯერ და მისდევდნენ ისა პაპარაცები პრინცმა ჩარლზმა დაიქირავა პარიზში ხო ამასაც არ გამოვიწყო მაგრამ ამათ სანქციების ბრიტანეთიდან ეშინიათ ამის თქმა მინდა საბოლოო ჯამში გამიგზელდა ეს ეპიზოდი ამ მონოლოგისა ლედი დაიანაზე და აფრთხობს ეს სანქციები და ეს სანქციები კიდე ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ მის ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ ასევე ძალიან ბევრ რესურსზე შეუზღუდავს წვდომას და ესეც იქნება დამატებითი საფუძველი იმისა რომ ქართულმა რუსულმა ოცნებამ შეცვალოს პოლიტიკა არა გაგვეცალოს ასე უნდა თქვა ყველაფერი ჩამოინგრევა იმედი ჩამოინგრევა იმიტომ რომ ბრიტანული ფულიდან ოფშორებიდან ფულიდან ფინანსდება და ასე შემდეგ ის სქემები რომლებშიც არიან და რა ვიცი ხა მამუკა მდინარაძე ჭამა თუ გინდათ ვისაც გინდათ ჭამეთ მამუკა მდინარაძე უმდგომარეობაში